საერთოდ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ფალსიფიკაციის გზით. საერთოდ ის ეგრეთ წოდებული რევოლუცია იყო ფალსიფიკაცია და სხვა არაფერი. სულიერი მამისგან სულიერ შვილზე ხელისუფლების გადაცემის პროცედურა და დღეს სააკაშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა იმისა, რომ მომავალი არჩევნები გააყალბოს და გაყალბების გზით დარჩეს ხელისუფლებაში. ის საკმაოდ დიდი სპეციალისტია ამ საქმის, ისე რომ ჩვენ დღევანდელი მიტინგით, დღევანდელი აქციით ვიწყებთ ბრძოლას ფალსიფიკაციის გაყალბების წინააღმდეგ, რომელიც აი ამ შენობაში მიმდინარეობს, ეხლაც აი ამ წუთას უკვე სხედან იქ ამ საქმის სპეციალისტები, გამყალბებლები და უკვე ადგენენ მომავალ სქემას, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ დღევანდელი მიტინგით ვიწყებთ და მოუწოდებთ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას შემოგვიერთდნენ, გამოვიდნენ, დაგვიდგნენ გვერდით, ვინც სახში დარჩება, ის ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციას, ხელს შეუწყობს გაყალბებას და მერე გვიან გაიქნება ყოველგვარი სინანული და გვიან გაიქნება თითზე კვენი. მე არასოდეს ასეთი ლამაზი და ამაღლებული დაბადების დღე არ მქონია, არ მექნება და ამაღლების ავტორები ხართ თქვენ შემოგევლეთ. დიდი მადლობა. მოდის მოგიხდით, რომ ვარღვევ მამაპაპურ ტრადიციას და გვხვდებით არა ყანწით, არამედ მიკროფონით. მაგრამ გაწმუნებთ ამ პარაზიტებს, რომ გავყვრით ხელისუფლებიდან, გავშლით დიდი გამარჯვების სუფრას. მეგობრებო, აი სწორედ ამ მოედნიდან ეროვნული მოძრაობის აღმავლობისას ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ეროვნულმა მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ არჩევნებამდე მოიგო არჩევნები. არ ჩაატარებინა იმ ხელისუფლებას საკუთარი სცენარით და საკუთარი მოდელით ის განვითარება, რომელიც მათ უნდოდათ. და არჩევნებამდე ხალხი უკვე იყო გამარჯვებული და საქართველო იყო დამოუკიდებელი და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. არ უნდა ჩავატარებინოთ გაყალბებული არჩევნები.